Ყველა ფიქრობს, რომ ამერიკის სამხედრო ძალა ავიამზიდებიდან, გამანადგურებელი თვითმფრინავებიდან და საზღვარგარეთული ბაზებიდან მოდის. ისინი არასწორ ადგილს უყურებენ. აშშ-ის ძალის ნამდვილი წყარო ისაა, რასაც ვერ დაინახავ. რადგან თუ ვაშინგტონს დასჭირდებოდა, მას შეეძლო გლობალური ეკონომიკის უზარმაზარი ნაწილები სამხედრო მომარაგების ქსელად თითქმის ერთ ღამეში გადაექცია. და სწორედ ამიტომ ხდება ახლა რაღაც უცნაური. აშშ-ის სამხედრო ძალა თითქოს უკან იხევს. ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში უზარმაზარი ბაზები იხურება. რუკები მიუთითებს, რომ ამერიკა უკან იხევს, მაგრამ სატელიტური სურათები სრულიად სხვა ამბავს გვიყვება. ფილიპინების ჯუნგლებში, შორეულ წყნარი ოკეანის კუნძულებზე, ისეთ ადგილებში, რომელთა პოვნაც რუკაზე ადამიანების უმეტესობას გაუჭირდებოდა, ახალი ასაფრენი ბილიკები, საწვავის საცავები და სამხედრო ობიექტები ჩნდება. ეს ფილიპინებში მდებარე სუბიკის ყურეა. ოდესღაც ეს ამერიკის ყველაზე დიდი საზღვარგარეთული ბაზა იყო. შემდეგ 1992 წელს ის დაიხურა. ეს ტენდენციის დასაწყისი იყო. ცივი ომის დროს აშშ-ს სამხედროებს 1600 უცხოური ბაზა ჰქონდათ. ეხლა ოფიციალურად 800 ბაზა და ეს ბაზები მაქსიმალურად ამცირებენ საკუთარ შესაძლებლობებს. სოფლიოს მეორე მხარეს, თულეს საჰაერო ბაზა გრენლანდიაში, რომელიც ოდესღაც არქტიკის მთავარი საფრდენი იყო, 6000 ჯარისკაციდან 150-მდე შემცირდა. გერმანიაში მდებარე რამშტაინის საჰაერო ბაზაც კი ამცირებს პერსონალს. 2026 წლის მაისისთვის იქ მხოლოდ 5000 ჯარისკაცი დარჩა. შემდეგ არის პელელიუ, პატარა კუნძული პალაუში. მეორე მსოფლიო ომის დროს აქ სასტიკი ბრძოლა გაიმართა, მაგრამ შემდეგ მიატოვეს, რადგან უბრალოდ შეხედეთ მას. ის უკაცრიელ და შორეულ ადგილასაა. და სწორედ ამიტომ არის ის იდეალური. ეს ყველაფერი პენტაგონის საიდუმლო ქსელის ნაწილია. აშშ-ის სამხედროებმა 2024 წელს ხელახლა ააშენეს მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ასაფრენი ბილიკი და ის იმდენად დიდი გახადეს, რომ ფლოტის თვითმფრინავების უმეტესობას შეუძლია იქ დაჯდომა, მათ შორის გიგანტურ სიას 20 ჰერკულესსაც. პირველი შეხედვით, პატარა წყნარი ოკეანის კუნძულებზე ასაფრენი ბილიკების აშენებას აზრი არ აქვს. საბოლოო ჯამში აშშ-ის საზღვაო ფლოტს უკვე ყავს 11 ავიამზიდი, მაგრამ სწორედ ეს არის პრობლემა. ავიამზიდები უზარმაზარია. ისინი თვალსაჩინოა და თანამედროვე ომში ხილვადობა შეიძლება მინუსად იქცეს. 30 წლის წინ ერთი ავიამზიდის დამთმელ დაჯგუფებას შეეძლო რეგიონში შესვლა და პოლიტიკური კლიმატის ერთ ღამეში შეცვლა. ზოგჯერ არც კი სჭირდებოდა გასროლა. 1986 წელს ტაივანის სრუტის კრიზისის დროს შეერთებულმა შტატებმა 2 ავიამზიდის ჯგუფი გაატარა რეგიონში. გზავნილი იმდენად ძლიერი იყო, რომ პეკინი უკან დაიხია. მაგრამ მსოფლიო შეიცვალა. დღეს ამერიკის მოწინააღმდეგეებმა 10 წლეულები დახარჯეს ლები რაკეტების შექმნაზე, რომლებიც სპეციალურად ავიამზიდების მსგავსი სამიზნეების პოვნასა და განადგურებაზეა გათვლილი. თუნდაც საბრძოლო ზონებში, როგორიცაა სპარსეთის ყურე, ავიამზიდები ირანის სანაპიროდან ასობით მილით მოშორებით მოქმედებენ. ეს ერთადერთი გზაა, რომლითაც პენტაგონს შეუძლია დარწმუნდეს, რომ ისინი რაკეტებისა და დრონებისგან უსაფრთხოდ დარჩებიან. ეს აშკარად გამოჩნდა 2026 წლის 5 თებერვალს, როდესაც ირანული დრონი ავიამზიდს საშიშად მიუახლოვდა. და ირანი არ არის საზომი. ჩინეთია. თუ რეგიონულ ძალას შეუძლია ავიამზიდის ჯგუფისთვის პრობლემების შექმნა, წარმოიდგინე რა მოხდება, როცა ამერიკის ყველაზე ძლიერი მოწინააღმდეგე ჩაერთვება. მაგრამ ავიამზიდებს ერთი უპირატესობა მაინც აქვთ. მათ გადაადგილება შეუძლიათ. იგივე ვერ ითქმის ამერიკის უზარმაზარ საზღვარგარეთულ ბაზებზე. მათი კოორდინატები საჯაროა. მათი ასაფრენი ბილიკები Google Maps-ზეა ნაჩვენები. კონფლიქტის შემთხვევაში ისინი პირველ სამიზნეებს შორის არიან. თუ ავიამზიდები უფრო მოწყვლადი ხდება და ტრადიციული ბაზები უფრო და უფრო დაუცველი ხდება, შემდეგ რა გზას აირჩევს პენტაგონი? სადღაც, სადაც ძნელია მათი პოვნა და კიდევ უფრო ძნელია მათი დაზიანება. პასუხს დაფინანსება გვაძლევს. მილიარდობით დოლარი მიედინება წყნარი ოკეანის მასშტაბით გაფანტულ ქსელში, რომელიც მოიცავს შორეულ აეროდრომებს, ლოგისტიკურ ჰაბებსა და კუნძულოვან ფორპოსტებს. 2000-დან 2021 წლამდე აშშ-ის სამხედრო ძალებმა 70-დან 120 მილიარდ დოლარამდე დახარჯეს საზღვარგარეთული ბაზების აშენებასა თუ გაფართოებაზე. მაშინაც კი, როცა ძველი ბაზები იხურებოდა ან მცირდებოდა. კონგრესმა იმ წლებში დამატებით მილიარდობით დოლარი გამოყო სამშენებლო პროექტებისთვის მსოფლიოს დაუკონკრეტებელ ადგილებში. ყველაზე უცნაური ის არის, რომ არავინ ნამდვილად იცის, რამდენად დიდი გახდა ეს ქსელი. ამ ობიექტების ბევრი დაფინანსებულია ბუნდოვანი კატეგორიებით, როგორიცაა დაუკონკრეტებული ადგილები. საზოგადოებას არ აქვს ინფორმაცია, რამდენია ასეთი. ხშირად კონგრესსაც არ აქვს ეს ინფორმაცია. 2017 წელს ნიგერში ჩასაფრებაში 4 ამერიკელი ჯარისკაცი მოკლეს. ამ თავდასხმამ უფრო უხერხული რამ გამოიწვია, ვიდრე უბრალოდ მწუხარება. შემდგომ სენატის მოსმენებზე კონგრესის რამდენიმე წევრმა აღიარა, რომ წარმოდგენაც არ ჰქონდათ. ამერიკის სამხედროები ნიგერში ესეთი მასშტაბით მოქმედებდნენ. მათ არ იცოდნენ, რომ ქვეყანაში დაახლოებით 1000 ამერიკელი სამხედრო იყო განთავსებული. ამის შესახებ არავინ უთქვამთ.
არც საჭირო იყო რომ ეთქვათ. ჯარები უკვე ჩამოსულები იყვნენ, უზრუნველყოფილები იყვნენ მომარაგებით და რამდენიმე თვე მოქმედებდნენ ლოგისტიკური ქსელის მეშვეობით, რომელსაც კონგრესის ბაზის ავტორიზაცია არ სჭირდებოდა. ჩასაფრება უბრალოდ ხიხილული გახადა ეს ყველაფერი. ამან წამოჭრა კითხვას, რომელზეც ვაშინგტონს ყველაზე ნაკლებად სურდა პასუხისგაცემა. როგორ ჩნდება 1000 ჯარისკაცის არმია ქვეყანაში ისე, რომ ამას ვერავინ ამჩნევს. ამიტომ აშშშ-ს სამხედრო ძალების მისვლა ამ დაუკონკრეტებელ ადგილებში იწყება ფლოტით. დღეს აშშშ-ს საზღვაო ფლოტს საბრძოლო ფლოტის 300-ზე ნაკლები ხომალდი ჰყავს. ეს პრობლემა ჟერს, განსაკუთრებით მაშინ, როცა აცნობიერებ, რომ ცივი ომის ბოლოს ფლოტი თითქმის ორჯერ მეტი იყო. 10 წლეულების განმავლობაში ადმირალები და პოლიტიკოსები აფრთხილებდნენ, რომ საზღვაო ფლოტი ძალიან მცირდება. ისინი მუდმივად ითხოვენ მეტ გემს, მაგრამ ფლოტი მაინც მცირდება, რადგან გემთმშენებლობის შესაძლებლობა ამჟამად უბრალოდ არ არსებობს. ეს აუცილებლად შემთხვევითობაც არ არის. ეს ნაწილობრივ იმიტომაცაა, რომ აშშშ-ს საზღვაო ფლოტს ჰყავს მოჩვენებითი ფლოტი, რომელიც უფრო რთულად დასამიზნებელია. გსმენიათ ოდესმე საბრძოლო ლოგისტიკის ფლოტის შესახებ? უმეტესობას არ სმენია. და თუ ოდესმე მის გემს ზღვაში ნახავდით, ალბათ ჩვეულებრივ ტანკერად მიიჩნევდით. სწორედ ეს არის აზრი. მათ არ აქვთ იარაღი, ხოლო შემთხვევაში ისეთი, რომლითაც სროლა შეუძლიათ. მათ შიგნით მყოფი ადამიანები სამოქალაქო სავაჭრო ფლოტის მეზღვაურები არიან. ეს პენტაგონის მრავალი ჭკვიანური შენიღბვიდან მხოლოდ ერთია. ეს გემები სინამდვილეში სავაჭრო გემები სულაც არ არის. გამომშავნებაც სწორედ სახელშია USNS, შეერთებული შტატების საზღვაო გემი. ისინი შეიძლება კომერციულ გემებს გავდნენ, მაგრამ ემორჩილებიან სამხედრო საზღვაო გადაზიდვების სარდლობას და არა რომელიმე სადროთო კომპანიას. თვით კი ისეთი არაფერია, რასაც Amazon-ზე იყიდი. ეს არის ყველაფერი, რაც აშშ-ს საზღვაო ფლოტს ბრძოლისთვის სჭირდება. გემები, რომლებიც აწვდიან საკვებს, საბრძოლო მასალას, სათადარიგო ნაწილებს და ტანკერები, რომლებიც საწვავს აწვდიან. ეს გემები წინასწარ არიან განთავსებული მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში და გადაჰქონთ ყველაფერს, რაც აშშ-ს ოპერაციის დასაწყებად სჭირდება. ამ ერთეულთაგან თითოეული შეიძლება უზრუნველყოფდეს 17,000-მდე საზღვაო ქვეითსა და მეზღვაურს, ყველა მათი სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო რესურსით. და თითქმის არავინ იცის მათ შესახებ. მაგრამ დამოკიდებულება ლოგისტიკაზე კიდევ უფრო ღრმაა. ბევრად ღრმა. აშშ-ს სამხედრო ძალებს ვერ შეუძლიათ სრულფასოვანი დაზვერვის ჩატარებაც კი საბრძოლო ლოგისტიკური ძალისლის გარეშე. ამ ხომალდების ერთ-ერთი ამოცანაა სამეცნიერო და ტექნიკური მისიების მხარდაჭერა და მტრის რაკეტებსა და წყალქვეშა ნავებზე მონაცემების შეგროვება. 2026 წლის იანვრის ბოლოს აშეთირქოს სამხედრო ძალებმა აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისა და არაბეთის ნახევარკუნძულის გარშემო ძალები განათავსეს. ამ ოპერაციაში მონაწილეობდნენ USS Abraham Lincoln-ი და USS Gerald R. Ford-ი, მინიმუმ 11 Arleigh Burke-ის კლასის გამანადგურებელთან ერთად. ასევე რეგიონის მასშტაბით განლაგებული გამანადგურებლების, შეტევითი წყალქვეშა ნავებისა და სხვა საბრძოლო ხომალდების დამცავი რგალით. დამატებით 1000-ობით ჯარისკაცი რეგიონში 250-ზე მეტი სამხედრო საჰაერო რეისით გადაიყვანეს. ირანი ალყაში მოექცა. ეს იყო ყველაზე მასშტაბური სამხედრო კონცენტრაცია ახლო აღმოსავლეთში 2003 წლის შემდეგ. და ეს ყველაფერი უსარგებლო იქნებოდა ორი ოფისის გარეშე, რომელთა შესახებაც თქვენ ალბათ არც გსმენიათ. სამხედრო საზღვაო ტრანსპორტირების სარდლობას ოფისი აქვს მანამაში, ბაჰრეინში და მისი ევროპული ოფისი ნეაპოლში, იტალიაში მდებარეობს. ასე რომ, საბრძოლო ლოგისტიკური ძალების ხომალდები, როგორიცაა USNS Henry J. Kaiser-ი და USNS Carl Brashear-ი. იქ იყვნენ იმისთვის, რომ მიეწოდებინათ მშრალი ტვირთი, როგორიცაა საკვები, საბრძოლო მასალა და საწვავი. 10 წლეულების განმავლობაში ახლო აღმოსავლეთი იყო ყველაზე მარტივი ადგილი დედამიწაზე, სადაც აშშ-ს სამხედროებს შეეძლოთ საწვავის მიღება. ეს იყო რეგიონის ერთ-ერთი უპირატესობა. ქსელი მუშაობდა იმიტომ, რომ ყველაფერი ერთმანეთთან იყო დაკავშირებული. უზარმაზარი მომარაგების ჯაჭვი, რომელიც ამერიკულ ძალებს თითქმის უსასრულოდ მუშაობის საშუალებას აძლევდა. მაგრამ როდესაც ეს ქსელი ზეწოლის ქვეშ ექცევა, შედეგები სწრაფად ვრცელდება. მოულოდნელად საწვავი იქ აღარ იყო, სადაც უნდა ყოფილიყო. გემები, რომლებიც ჩვეულებრივ მოძრაობენ, ვეღარ ფუნქციონირებდნენ თავისუფლად. გემები, რომლებიც სპეციალურად იყვნენ აღჭურვილნი, რომ ზღვაში საწვავი გადაედვირთათ აშშ-ს საზღვაო ფლოტის ტანკერებში, გაჭედილები აღმოჩნდნენ. ჰორმუზის სრუტე მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ სტრატეგიულ ვიწრო გასასვლელად იქცა. ამიტომ საზღვაო ფლოტს ადაპტირება მოუწია. ფიქსირებულ პორტებზე დაყრდნობის ნაცვლად, ეხლა იგი ძლიერ ეკორდნობა სამოქალაქო ნავთობის ტანკერებს, როგორიცაა Henry J. Kaiser-ის კლასის გემები, რომლებიც შორს ზღვაში მოქმედებენ და მუდმივ მოძრაობაში მყოფ საბრძოლო გემებს საწვავს ავსებენ. ერთი გემი მოდის საწვავის გადასატანად. მეორე გემი კი ავსების შემდეგ შორდება და ციკლი მეორდება, მაშინ როცა საწვავის წყარო მცირდება. ეს მნიშვნელოვანი გაკვეთილია აშშ-ის სამხედროებისთვის. ჩინეთთან ტაივანის გამო ნებისმიერი დაპირისპირება ამ პრობლემას კიდევ უფრო გაამწვავებს. კარგი ამბავი აშშ-ის საზღვაო ძალებისთვის ის არის, რომ ეს სისტემა თანამედროვე ოპერაციებში გამოცდილია და დამტკიცდა, რომ კვლავაც შეუძლია ფუნქციონირება. თითოეული საწვავის გადამტანი ხომალდი დაახლოებით 6.8 მილიონ გალონ საწვავს იტევს.
რაც საკმარისია Boeing 747-ის 5000 საათზე მეტი უწყვეტი ფრენისთვის. ცუდი ამბავი კი მასშტაბია. სულ მხოლოდ 32 ხომალდია. მათგან კი მხოლოდ 15 საწვავის გადამტანია. ასე რომ თეორიულად გამოთვლები სწორია, მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ყველაფერი კარგად წავა. ხოლო ირანთან დაპირისპირება აჩვენებს, რომ ბევრი არ სჭირდება, რომ რამე არასწორად წავიდეს. წლების განმავლობაში ვაშინგტონში უსაფრთხოების ექსპერტები აფრთხილებდნენ აშშ-ს სამხედროების სისუსტეზე საზღვაო გადაზიდვების შესაძლებლობებში. რამდენიმე უიარაღო სამოქალაქო გემის იმედად ყოფნა, რომლებსაც საწვავის უზარმაზარით ურთის გადატანა უწევთ, არ არის სიცოცხლისუნარიანი სტრატეგია იმ სამყაროში, სადაც მტერი კონკურენტი სახელმწიფოა, რომელსაც დრონები და რაკეტები მზად აქვს. ეს აღარ არის ტერორიზმთან ომი. დაუშვათ, პაციფიკაში ტაივანთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობა წარმოიშვა. რადგან როგორც უკვე ვნახეთ, საზღვაო გადაზიდვების შესაძლებლობა ძალიან მცირეა. კონფლიქტში, რომელიც ათასობით მილის სიგრძეზე ღია ოკეანეში მიმდინარეობს, მცირე რესურსის სწრაფად ხდება მკრიფე. საზღვაო ძალების საბრძოლო ლოგისტიკური ფლოტის მხოლოდ 32 გემით სარეზერვო დახმარება აუცილებელია. ტექნიკურად ამერიკის პორტებში კიდევ 40 გემი დგას რეზერვში, იმ შემთხვევაში თუ რამე არასწორად წავა, მაგრამ მათი უმეტესობა მოძველებულია. ასე რომ ეს საკმარისი არ არის. ამიტომ პენტაგონი ეფრთხნობა რაღაცას, რასაც ვიზა ქვია. ეს არის ნებაყოფლობითი ინტერმოდალური საზღვაო გადაზიდვების შეთანხმება. ის თანამედროვე ფორმით 1997 წელს შეიქმნა და ამერიკის სამხედრო ლოგისტიკური სისტემის ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად გაგებული ნაწილია. როდესაც კრიზისი ხდება, აშშ-ის მთავრობას შეუძლია გამოიყენოს კერძო საკუთრებაში არსებული აშშ-ის დროშის ქვეშ მცურავი სავაჭრო გემები და კომერციული გადაზიდვების შესაძლებლობები. ეს გემები იქაა, რომ აშშ-ის სამხედროებმა გამოიყენონ საგანგებო სიტუაციებში. და ომის დროს ისინი საქმეში ერთვებიან. მათ ასე უნდა მოიქცნენ. თუ გადაზიდვების კომპანია გემს ვიზა პროგრამაში ჩაწერს, ის ვალდებულებას იღებს, რომ ეს გემი ხელმისაწვდომი იყოს აშშ-ის მთავრობისთვის, როდესაც ის გააქტიურდება ეროვნული საგანგებო მდგომარეობის დროს. იმ მომენტში სამხედრო ტრანსპორტირების მოთხოვნები უპირატესობას იძენს ჩვეულებრივ კომერციულ კანრიგთან შედარებით. პენტაგონი ამ გემებს პირდაპირ ანაზღაურებას არ უხდის, მაგრამ ჯილდო მაინც მნიშვნელოვანი რჩება. მათი მფლობელები მშვიდობიან პერიოდში თავდაცვის დეპარტამენტის მომავალით ურთის კონტრაქტებში პრიორიტეტს იღებენ. აი რატომ არის, რომ აშშ-ს დროშის ქვეშ მცურავი სამხედრო თვალსაზრისით გამოსადეგი გემების 90%-მა ხელი მოაწერა Sea-Lift-ის პროგრამაში მონაწილეობას. ამჟამად ფლოტში 60 გემია და ისინი იქ დარჩებიან მინიმუმ 2035 წლამდე. აშშ-ს სავაჭრო ფლოტში თავისი გავლენის გაფართოებით, პენტაგონი იღებს სუდომას უზარმაზარ კომერციულ საზღვაო შესაძლებლობებზე. ასობით 1020 ფუტიან კონტეინერზე, მილიონობით კვადრატულ ფუტ მძიმე ტვირთის სივრცეზე და მილიონობით ტონ გლობალურ გადაზიდვებზე. სატვირთო დევადობა, რომელიც უკვე ყოველდღიურად მოძრაობს საერთაშორისო ვაჭრობაში. მსოფლიოს უმსხვილესი კომერციული ხომალდების უმეტესობა უცხოური დროშის ქვეშ მუშაობს და პროგრამა ვიზას მსგავს ინიციატივებს არ ექვემდებარება. მათ უბრალოდ ვერ ჩაიგდებენ ხელში. ამის ნაცვლად გავლენა მოდის ბევრად უფრო დახვეწილი გზით. კონტრაქტებით. კრიზისის დროს აშშ-ს შეუძლია თითქმის ყველას გადააჯარბოს სატვირთო დევადობის შესყიდვაში. არა გემების ძალით და პატრონებით, არამედ მათზე პრიორიტეტული წვდომის საფასურის გადახდით. ეს საკმაოდ ჭკვიანური სქემაა, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ეს ინოვაცია. ის ჯერ არც კი გამოუყენებიათ. ამის ნაცვლად ეს არის ასლი იმისა, რასაც საჰაერო ძალები აკეთებდნენ და ადრე უკვე გამოუყენებიათ. აშშ-ის სამხედრო ძალებს 13000-ზე მეტი თვითმფრინავი ჰყავთ, რაც ყველაზე მეტია დედამიწის ნებისმიერ საბრძოლო ძალასთან შედარებით. სატვირთო თვითმფრინავები, როგორიცაა Sea-30, შეუძლიათ ჯარისკაცების სატრანსპორტო საშუალებებისა და მძიმე აღჭურვილობის პირდაპირ წინა პოზიციებზე გადაყვანა. მაგრამ ამერიკელი სამხედროების უმრავლესობა რეალურად არ მიემგზავრება შორეულ დანიშნულების ადგილებში ამ თვითმფრინავებით. Maryland-ის BWI საერთაშორისო აეროპორტის E-ტერმინალის ან ვაშინგტონის Seattle-Tacomas აეროპორტის გასასვლელები ჩვეულებრივად გამოიყურება. მათში გამავალი ხალხიც ჩვეულებრივად გამოიყურება. მაგრამ თუ დააკვირდებით სად მიდიან ეს ფრენები, დანიშნულების ადგილები არც შემთხვევითი საკურორტო ქალაქებია და არც კომერციული მარშრუტები. ისინი პირდაპირ უკავშირდება აშშ-ს სამხედრო განლაგებებს ევროპაში, ახლო აღმოსავლეთში, სტრატეგიულ არქტიკულ ადგილებში, როგორიცაა გრენლანდია, ან წყნარ ოკეანეში, ისეთ ადგილებში, როგორიცაა ანდერსენის საჰაერო ბაზა გუამში. ამ გასასვლელებით გამავალი ადამიანების უმეტესობა აშშ-ის სამხედრო ძალების მოქმედი წევრები არიან, მაგრამ ისინი საჰაერო ძალების თვითმფრინავებს არ იყენებენ. ეს იგივე მოდელია, რომელსაც სამოქალაქო ოპერატორები იყენებენ. Atlas Air, Omni Air, National Airlines-ი. განსხვავება ტვირთშია. მას Patriot Express-ი ეწოდება. ის იქ იმისთვისაა, რომ მოემსახუროს ჯარისკაცებს, რომლებიც ოფიციალურ შვებულებაში არიან, ან იღებენ ბრძანებას ერთი ბაზიდან მეორეზე გადასვლის შესახებ. ეს კერძო კომპანიები იმდენად ინტეგრირებულნი არიან თავდაცვის დეპარტამენტის სატრანსპორტო ქსელში, რომ შეუძლიათ იმოქმედონ დედამიწაზე ყველაზე საიდუმლო ობიექტებზეც კი. Norfolk-ის საზღვაო სადგური, მსოფლიოში ყველაზე დიდი საზღვაო ბაზა.
აქედან ჯარისკაცებს შეუძლიათ Patriot Express-ით გაფრენა ინდოეთის ოკეანეში მდებარე Diego Garcia-ზე. ეს უფრო ძვირია ვიდრე ჯარისკაცების იმ ავიაკომპანიებით მგზავრობა, რომლებსაც ჩვეულებრივი ადამიანები იყენებენ, მაგრამ ამავდროულად უფრო ეფექტურიცაა. ასევე ბევრად იაფია ვიდრე ყველა ჯარისკაცის გადაყვანა უზარმაზარი სადურთო თვითმფრინავებით, როგორიცაა C5M Super Galaxy, რომლის ფრენის თითო საათი $47,500 ხიბს. გარდა ამისა, თითოეული ფრენის საათისთვის საჭიროა 40 საათი ტექნიკური მომსახურება. ასეთი ფასით, უბრალოდ არ აქვს აზრი ამ თვითმფრინავების გამოყენებას ყოველდღიური გადაადგილებისთვის. ამიტომაც არსებობს Patriot Express-ი, რათა დააკმაყოფილოს მოთხოვნა, რომელიც უზარმაზარია. ყოველ წელს 340,000 ადამიანი სარგებლობს ამ თვითმფრინავებით. გაიხსენეთ, რომ ნებისმიერ მომენტში საზღვარგარეთ დაახლოებით 170,000 სამხედრო მოსამსახურეა განთავსებული. და ამ ადამიანებს ხშირად ოჯახის წევრებიც ახლავთ. ეს მუდმივი მომხმარებლების ნაკადია. ავიაკომპანიების ბიზნესში ეს თითქმის ყველაზე უსაფრთხო საქმეა, რაც კი შეიძლება არსებობდეს. პენტაგონი კარგად იხდის, მაგრამ ეს სპეციალიზებული ავიაკომპანიები ყოველთვის ცდილობენ მეტი ფული გამოიმუშაონ. აი, რატომ არსებობს Space A? ამერიკის სამხედრო ძალები შეიძლება დაკავებული იყოს, მაგრამ თვითონ Patriot Express-ის რეისებიც კი ბოლომდე არ ივსება. თუ ავიაკომპანიის მფლობელი ხარ, ეს ნამდვილი კატასტროფაა. რეისები ძვირია. არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის შენი კლიენტი. ამიტომ კორპორატიული ხელმძღვანელები შეთავაზებით გამოდიან. პენსიაზე გასულ სამხედროებს შეუძლიათ Space-ით ისარგებლონ, როცა მათი მგზავრობის გეგმები თვითმფრინავების განრიგს ემთხვევა. მათ ასევე შეუძლიათ შინაური ცხოველებიც თან წაიყვანონ ბორტზე. ეს კიდევ ერთი სარგებელია აშშ-ს სამხედრო ვეტერანებისთვის და კიდევ ერთი გზა ავიაკომპანიების მფლობელების ჯიბეში ფულის ჩასადებად. მაგრამ აშშ-ს სამხედროების გავლენა ავიაკომპანიების ბიზნესში ბევრად უფრო შორს ვრცელდება, ვიდრე მხოლოდ სპეციალიზებულ გადამზიდავებთან დადებული რამდენიმე კონტრაქტია. 2021 წლის ზაფხულში ავღანეთში სიტუაცია გართულდა. როდესაც თალიბანი ქაბულს უახლოვდებოდა, ჯარისკაცები და სერტიფიცირებული ლტოლვილები სწრაფად უნდა გაეყვანათ. აშშ-ს საჰაერო ძალების ლოგისტიკური ქსელი ზეწოლის ქვეშ მოექცა. მას არ აქვს საკმარისი რესურსი, რომ მოთხოვნა დააკმაყოფილოს. ამიტომ საჭირო გახდა სხვა გზების მოძებნა, არა Patriot Express-ზე და არც მის ძვირადღირებულ სადურთო თვითმფრინავებზე. ამიტომ ისინი მიმართეს საჰაერო ძალების სამომოქალაქო რეზერვის საჰაერო ფლოტს. ფლოტში შემავალი 18 თვითმფრინავი გამოიძახეს, რათა ხალხის გადაადგილებაში დახმარებოდნენ, როცა ავღანეთში სიტუაცია კრიტიკული გახდა. დიახ, Patriot Express-ის გადამზიდავებიც მონაწილეობდნენ, მაგრამ 4 თვითმფრინავი United Airlines-იდან იყო, 3 Delta-დან, ხოლო 2 Hawaiian Airlines-იდან. მათ ჯარისკაცები გადაადგილეს კატარში, ბაჰრეინსა და გერმანიაში მდებარე ადგილებიდან, რადგან ჩვეულებრივი თვითმფრინავები გადადვირთული იყო. აი ასე მუშაობს სამოქალაქო საჰაერო ფლოტი. ის შედგება 450 თვითმფრინავისგან, რომლებიც განაწილებულია 25 სხვადასხვა გადამზიდავზე დაწყებული თქვენი საყვარელი ავიაკომპანიიდან, დამთავრებული FedEx-ითა და UPS-ით. თითოეულ მათგანს კონტრაქტით აქვს დაპირებული თავისი სამგზავრო ფლოტის 30% და ტვირთმზიდი ფლოტის 15% პროგრამისთვის. ავიაკომპანიები ინარჩუნებენ ოპერაციულ კონტროლს, მაგრამ თუ პენტაგონიდან ზარს მიიღებენ, მათ უნდა ჰყავდეთ თვითმფრინავები და კვალიფიციური ეკიპაჟი მზადყოფნაში. მათ უნდა იყვნენ მზად, რომ 3 დღის განმავლობაში, მას შემდეგ რაც ტელეფონით არ ეკავს, მისიის მხარდაჭერა უზრუნველყონ. უკან დახევა შეუძლებელია. ამ თვითმფრინავებიდან 268 შორ მანძილზე საერთაშორისო მისიებისთვისაა განკუთვნილი და სწორედ ისინი გამოიყენეს ავღანეთში. პენტაგონი არ იხდის ფლოტის შენარჩუნებისთვის, მაგრამ თუ ყველა გააქტიურდება, ეს თვითმფრინავები სამხედროების მგზავრთა ნაკადის 90%-ს და თვირთის 40%-ს მოემსახურებიან. ეს გავს იმას, როცა შენ ხარ სახლის მფლობელი და ყველა მოვლის ხარჯს ქირავნიკს აკისრებ, სანამ შენ თვითონ არ დაგჭირდება შენობა. კონტრაქტების ღირებულება წელიწადში $1 მილიარდზე მეტით შეიძლება იყოს. როგორც ეს 2003 წელს ოპერაცია ერაყის თავისუფლება წინამოსამზადებელი ეტაპის დროს ნახეთ. მაგრამ ხომალდებსა და თვითმფრინავებზე არსებული მთელი ეს ტვირთი სადღაც უნდა შეინახო. სხვა გზა არ არის. დღეს მისი დიდი ნაწილი ისეთ ადგილებში ინახება, რომლებსაც უმეტესობა ადამიანი ვერც კი ამჩნევს. საწყობები პორტების უკან, დროებითი თალმოყრის ზონები, აეროდრომებთან, კომერციული ლოგისტიკური ჰაბები, სამხედრო კონტრაქტებით. იგივე სქემა, უბრალოდ სხვადასხვა მისამართებზე. მას თავდაცვის ლოგისტიკის სააგენტო ქვია. შეიძლება უბრალოდ მსოფლიოს უდიდეს საწყობადაც კი მოიხსენიო, რადგან ციფრები მართლაც შთამბეჭდავია. ორგანიზაცია ჩვეულებრივ წელიწადში 5 მილიონამდე ერთეულს მართავს და ანაწილებს. საშუალო წლიური შემოსავალი 45-დან 47 მილიარდ დოლარამდე. შედარებისთვის, Amazon-ის მთლიანი მარაგის ღირებულება 2025 წელს 38.3 მილიარდ დოლარს შეადგენდა. მთავარი ოფისი ვირჯინიის შტატში, Fort Belvoir-ში მდებარეობს. მაგრამ ეს ოპერაცია მოიცავს ყველა შტატს და 122 საერთაშორისო ადგილს. მაგრამ აქ ერთი სირთულეა. Pentagon's R-Source საწყობების მშენებლობის ბიზნესში ყოფნა. სუსტად ისე, როგორც R-Source Aura კომპანიის ბიზნესში ყოფნა.
ამიტომაც ქირაობს სივრცეს სამოქალაქო პარტნიორებისგან. როდესაც შეკვეთები განთავსდება, მარაგი იგზავნება. მაგრამ აშშ-ს სამხედრო ძალები არც ამ გადაზიდვებს აკეთებს დიდად. მას არც კი აქვს შესაძლებლობა, რომ მთელი საქონელი გადაიტანოს. ამიტომ, ზუსტად ისე, როგორც ნებაყოფლობითი საზღვაო გადაზიდვების გემებთან და FedEx-თან სამოქალაქო საჰაერო ფლოტში, ის ეკორდნობა უზარმაზარ მესამე მხარის ლოგისტიკურ კომპანიებს, რომ მძიმე სამუშაო შეასრულონ მისთვის. პირდაპირ მნიშვნელობით, ეს კერძო კომპანიები აშშ-ს სამხედრო ძალებისთვის საჭირო ტექსტილის 98%-ს გადააქვთ. უნიფორმები, ზამთრის ტანსაცმელი. ეს კონტრაქტორები ასევე ამარაგებენ სათადარიგო ნაწილების 86%-ს და თითქმის 100%-ს საწვავის. ზუსტად ისე, როგორც ფსევდომეზღვაურები ისეთ გემებზე, როგორიცაა USNS Carl Braceman-ი, ძღოლებიც სამოქალაქო პირები არიან და ისინი ამ საქონელს ძველი ტიპის ბაზებში არ მიაქვთ. ისინი შედიან სამოქალაქო პორტებში მსოფლიოს გარშემო, რომლებიც უზრუნველყოფენ აშშ-ის სამხედრო საზღვაო გადაზიდვების 90%-ს და საჰაერო ტვირთების 40%-ს. თითქმის მთელი ტვირთი, რომელიც ზღვით გადაადგილდა და ის ტვირთიც, რომელიც ჰაერით გადაიტანეს, ამ პორტებიდან მოდიოდა და არასამხედრო ბაზებიდან, როგორიცაა Pearl Harbor-ი. ეს ყველაფერი მთლიანად სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და სამოქალაქო პორტის მუშაკებზეა დამოკიდებული. მაგრამ ამაში რაღაც უცნაურია. როდესაც საზღვარგარეთული ბაზები სულ უფრო ნაკლებია, სად ეშვებიან ეს თვითმფრინავები უცხოური კონფლიქტის დროს? რომელი პორტებში შედიან საზღვაო ძალების გემები? როგორ შეუძლიათ მათ ოპერირება უცხო სუვერენულ ტერიტორიაზე? გახსოვთ ის 122 საერთაშორისო ლოკაცია. ეს ყველაფერი დოკუმენტური კვალის ნაწილია, რომელიც უფრო შორს მიდის, ვიდრე ნებისმიერი საჰაერო მოგზაურობა. საზღვარგარეთის ბაზები შეიძლება აღარ იყოს ისეთი, როგორიც ადრე იყო, მაგრამ აშშ-ს სამხედრო ძალას გაფორმებული აქვს შესყიდვისისა და ურთიერთმომსახურების შეთანხმებები 120-ზე მეტ ქვეყანასთან. ეს მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს. ბაზარი იხსნება. ეს შეთანხმებები შედარებით მცირეა. ჯამში ყოველწლიურად რამდენიმე მილიარდ დოლარს შეადგენს, მაგრამ ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს საფულის სომას. მნიშვნელოვანია სად არის რესურსები და როგორ იყენებ არსებულ ტერიტორიასა და ობიექტებს. კულისებში აშშ-ს სამხედრო ძალა ეკორდნობა შეთანხმებების ქსელს, რომელთა შესახებაც უმეტესობა ხალხისა არც კი იცის. ზოგიერთი მათგანი მარტივია. ისინი საშუალებას აძლევს სამხედროებს საჭიროების შემთხვევაში სხვა ქვეყნებიდან ან საერთაშორისო პარტნიორებისგან შეიძინონ მარაგები. ეს მოიცავს ყველაფერს, საწვავიდან დაწყებული, აღჭურვილობითა და ლოგისტიკური მხარდაჭერით დამთავრებული. სხვა შეთანხმებები უფრო რთულია და დაფუძნებულია ურთიერთსასარგებლო შეთანხმებებზე, სადაც მოკავშირეები რესურსებს ცვლილად შეაქვთ და სანაცვლოდ ოპერაციების დროს საერთო ცდომას იღებენ. მაგრამ ორივე სისტემა ერთსა და იმავე შედეგს იძლევა, წინასწარ განთავსებას. კრიზისის დალოდებისა და შემდეგ ყველაფრის გაგზავნის ნაცვლად, უზარმაზარი რაოდენობის მასალები უკვე წინასწარ ინახება და განთავსებულია იქვე, სადაც შეიძლება საჭირო გახდეს. ზოგ შემთხვევაში თვითონ ინფრასტრუქტურაც კი წინასწარ არის განთავსებული, რაც საკმარისია ფუნქციონალური ბაზების რამდენიმე დღეში ასაწყობად. ასე რომ, როდესაც ძალები ჩამოდიან, ისინი ნულიდან არ იწყებენ. ისინი უკვე მზადმყოფ სისტემაში ჩადიან, რომელიც მათ ელოდება. ეფექტი იგივეა, როგორც მთელი სამხედრო ძალის წინასწარ განთავსება ბაზის გამოცხადების გარეშე. აშშ-ში სამხედრო ძალებს შეუძლიათ ადგილობრივად შეიძინონ საჭირო ნივთები, შეინახონ ისინი ადგილობრივ საწყობებში და შემდეგ მიიღონ საჭირო რესურსები პარტნიორებისგან მოქმედების თეატრში. არ არის საჭირო თვითმფრინავის გადაზიდვა ოკეანეზე. სწორედ ეს ეხმარება აშშ-ის სამხედრო ძალებს შეასრულონ თავიანთი მისია. იყვნენ მზად, რომ მსოფლიოს ნებისმიერ საფრთხეს 3 დღის განმავლობაში უპასუხონ. და სინამდვილეში არავინ იცის, სად არის ეს ყველაფერი. ფაქტობრივად პენტაგონის ჩანაწერები ყველაფერზე რაც მოდის და მიდის საკმაოდ მწირია. რაც ვიცით, ის არის, რომ ეს ჩრდილოვანი ლოგისტიკური გარიგებები ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დიდ როლს ასრულებდა. უკრაინა მათ გარეშე დაეცემოდა. ასე მარტივია. კონფლიქტის პირველ წელს თეთრმა სახმა გამოიტანა პრეზიდენტის მარაგებიდან გადაცემის უფლება მოსილება, რათა უკრაინისთვის გადაეცა 20 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების იარაღი და აღჭურვილობა. კონგრესის აქტის მიღება საჭირო არ იყო. არც ბაზის ავტორიზაცია იყო საჭირო. სისტემა, რომლის არსებობაც არავის იცოდა, უფრო სწრაფად ამოქმედდა, ვიდრე ნებისმიერი ოფიციალური სამხედრო განლაგება შეძლებდა. ნატოს ალიანსს აქვს ცუდომის წერტილებისა და წინასწარ განთავსებული მასალების ყველაზე ინტეგრირებული ქსელი. ეს იყო ის, რამაც შეერთებულ შტატებს საშუალება მისცა ომის დასაწყისში სწრაფად მიეწოდებინა სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარება უკრაინისთვის. კონგრესის გადაწყვეტილება საჭირო არ ყოფილა. პრეზიდენტის მარაგებიდან გადაცემის უფლებამოსილების წყალობით, თეთრ სახლს შეუძლია თავდაცვის დეპარტამენტის მარაგებიდან აიღოს იარაღი ან მომსახურება და ისინი პარტნიორებისთვის გადაიტანოს. პრეზიდენტს შეუძლია ნებისმიერ დროს გასცეს ბრძანება და მიაწოდოს ის ნებისმიერ პირს, ვისაც თეთრი სახლი მოისურვებს. მაგრამ ჯვარედინი მომსახურების ქსელები უფრო აშკარად გამოვლინდა ოპერაცია ეპიკური რისხვის დროს. შეერთებულ შტატებს ასეთი შეთანხმებები თითქმის ყველა მნიშვნელოვან ქვეყანასთან აქვს რეგიონში. ყატართან, ომანთან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, საუდის არაბეთთან და ასე შემდეგ. მოდით მაგალითად ნახოთ ეს შეთანხმება საუდის არაბეთთან.
წვდომა და ჯვარედინი მომსახურება ორმხრივია. ზოგჯერ ეს ამერიკას ფულსაც კი მოუტანს. საუდის არაბეთმა რეალურად გადაუხადა აშშ-ს სამხედროებს და სამხედროებს და ამერიკულ კომპანიებს იმ მარაგებისთვის, რაც მათ სამხედრო ძალებს სჭირდებათ ამ შეთანხმების ფარგლებში. არ აქვს მნიშვნელობა, იემენში ჰუთების წინააღმდეგი იყო ეს, თუ ირანის რაკეტებისა და დრონებისგან თავდაცვისთვის. მათ ამისთვის გადაიხადეს. პენტაგონმა აიღო სამოქალაქო რეზერვული საჰაერო ფლოტის მოდელი და გააფართოვა იგი. ეხლა პასუხისმგებლობა მხოლოდ Delta Airlines აღარ ეკისრება. პასუხისმგებლობა მთელ ქვეყნებს ეკისრებათ. აქსას შეთანხმებები თითქოს ორმხრივი და შემოსავლების მხრივ ნეიტრალური უნდა იყოს. მაგრამ ისინი, ვინც ამ შეთანხმებას ხელს აწერენ, თავიანთ ინფრასტრუქტურასაც უნდა დათმონ. თუ ოდესმე კონკურენტული მოთხოვნა გაჩნდება, აშშ-ს სამხედრო ძალა ყოველთვის იგებს. უბრალოდ შეხედეთ კატარს. აშშ-ს სამხედროებს წინ განლაგებული შტაბი აქვთ ალუდეიდის ავიაბაზაზე. ერთი შეხედვით ეს ერთ-ერთი მძველ სამხედრო ბაზას გავს ახლო აღმოსავლეთში, სადაც 2026 წლის დასაწყისში 10,000 სამხედროა განთავსებული. მაგრამ ვინ ასრულებს ძირითად სამუშაოს ამ ჯარისკაცების მხარდასაჭერად? არა ამერიკელები. დაცვის ლოგისტიკის სააგენტო კიდულობს და იღებს ყველა საქონელს, რომელიც ამ ადგილებში იგზავნება, მაგრამ ლოჯისტიკურ სამუშაოს კატარი ასრულებს. ის უზრუნველყოფს პორტების უწყვეტ მუშაობას სქემების მისაღებად და ინარჩუნებს ადგილობრივ ინფრასტრუქტურას მარაგების გადასატანად. როდესაც აშშ-ს სამხედროებმა დაიწყეს ოპერაცია ეპიკური რისხვა, მათ მიიღეს პრიორიტეტული ცდომა ამ პორტებზე, გზებსა და საწყობებზე. არა მხოლოდ ბაზაზე, არამედ მიმოფანტულ ადგილებშიც. ყველა რისკი სწორედ საჭირო დროს გადაეცა სხვებს. მაგრამ ამ ქსელს აქვს სისუსტე, რომელზეც ვაშინგტონში საჯაროდ საუბარი არავის უყვარს. Costco ჩინეთის ოკეანის გადაზიდვების კომპანია მსოფლიოში ყველაზე დიდი გადაზიდვების კონგლომერატია. ის სახელმწიფოს ეკუთვნის და მისი ხომალდები ყოველ კვირას გადიან ამერიკის პორტებში. რამდენიმე მსხვილ ამერიკულ პორტის ტერმინალს აქვს ჩინური ინვესტიცია ან ოპერაციული მონაწილეობა. მათ შორის Long Beach Sports, რომელიც მთელი დასავლეთ სანაპიროს ერთ-ერთი ორი ყველაზე დატვირთული სატვირთო კარიბჭეა. ეს იგივე დასავლეთ სანაპიროს სპორტის ინფრასტრუქტურაა, რომელზეც სამხედროები დამოკიდებულნი არიან ტექნიკისა და მარაგების წყნარი ოკეანისკენ გადასატანად. მაგრამ იმპერიებს, რომლებიც კონტრაქტებზე აგებული, აქვთ სისუსტე, რომელიც იმპერიებს, რომლებიც ტერიტორიებზეა აგებული, არ გააჩნიათ. ტაივანის კონფლიქტის შემთხვევაში აშშ გააქტიურებდა თავის სამოქალაქო ლოგისტიკურ ქსელს. ზუსტად იმ დროს, როცა ჩინეთი შეძლებდა თავისი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გადაზიდვის რესურსების საპირისპიროდ გამოყენებას, კონტრაქტების გაუქმება, გემების გამოყვანა, სხვა კლიენტებისთვის პრიორიტეტის მინიჭება, შეფერხებების შექმნა ტერმინალებზე, სადაც ჩინურ კაპიტალს აქვს წილი. პენტაგონს არ შეუძლია ამ გემების ჩამორთმევა. მას არ შეუძლია აიძულოს უცხოური დროშის ქვეშ მცურავი ხომალდები. შეუძლია კონკურენტებზე მეტი გადაიხადოს ტევადობისთვის, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ტევადობა ხელმისაწვდომია და მისი მფლობელი მის დათმობას თანახმაა. ქსელი, რომელიც მშვიდობიან პერიოდში ამერიკული ძალის პროექციას უხილავს ხდის, ყველაზე საჭირო მომენტში ხილული და მწიფე ხდება. საბოლოო იარაღი კონტრაქტია და კონტრაქტები შეიძლება დაირღვეს. ესეთი ობიექტები, როგორიცაა ალუდეიდი, თავის სენიც 90-იანი წლების ბოლოს მიაღწია. მაგრამ დღეს, იაფი დრონებით გამაგრებული რაკეტების ეპოქაში, ისინი ადვილს ამიზნედ იქცნენ. ირანმა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ამის წინასწარი მაგალითი უკვე გვაჩვენა. ომის პირველი თვის ბოლოსთვის, ახლო აღმოსავლეთში მდებარე 13 ამერიკული სამხედრო ბაზა ირანული რაკეტებითა და დრონებით სერიოზულად დაზიანდა. ცენტრალურმა სარდლობამ საჭირო გახდა ჯარების რეგიონში გაფანტვა, რათა ისინი ნაკლებად მოწყვლადები ყოფილიყვნენ. და თუ ირანს ამის გაკეთება შეუძლია, ვაშინგტონში ყველა შიშობს, რას შეძლებს ჩინეთი, ინდო-წყნარი ოკეანის ბაზებზე. სხვა გზა უნდა არსებობდეს. და არსებობს კიდეც. სინამდვილეში ორი ასეთიც არსებობს. ეს კერძო ავიაკომპანიები მხოლოდ ჯარებს და სხვა თავდაცვის დეპარტამენტის პერსონალს არ გადაჰყავთ იმ ბაზებზე, რომლებიც ირანისა და ჩინეთის რაკეტების სამიზნეა. აშშ-ს სამხედრო ძალა იმდენად მასიურია, რომ სასტუმროების ბიზნესშიც კი ჩაერთო. ყველაზე დიდი არის Air Force Inns, რომელსაც 89 ლოკაცია აქვს, მაგრამ სხვა დანაყოფებსაც აქვთ სპეციალური საცხოვრებელი ადგილები. მსოფლიო მასშტაბით დაახლოებით 82,000 ოთახია ხელმისაწვდომი, რომლებსაც დროებით მივლინებული სამხედროები, მუდმივად გადაყვანილი პერსონალი, სასწავლო როტაციებზე მყოფები და სამოქალაქო კონტრაქტორები იყენებენ. ეს სასტუმროები არ არის ბნელი ყაზარმები. მაგალითად, ავიღოთ თურქეთში ინჯერლიკის საავიაციო ბაზასთან მდებარე სასტუმრო. ამ ადგილს საკუთარი გოლფის მოედანი და საცურაო აუზი აქვს და ის შინაური ცხოველებისთვისაც მეგობრულია. ეს სასტუმროები ადრე ერთგვარი ერთობლივი საწარმო იყო. სამხედროები თავად მართავდნენ და პერსონალით აკომპლექტებდნენ მათ ბაზის მიერ დაქირავებული სამოქალაქო კონტრაქტორების მხარდაჭერით. მაგრამ 2025 წელს საჰაერო ძალებმა მაინც გამოაცხადეს, რომ რესტრუქტურიზაციას აპირებდნენ.
თუ ეს კორპორატიულ ენად ჟღერს, ასეც არის. ეხლა ისინი ეძებენ კერძო კომპანიას, რომელიც მთლიანად გადაიბარებს საქმეს და იმედოვნებენ, რომ 2027 წლისთვის პარტნიორნიორი ეყოლებათ. ინჟერლექში შეიძლება იყოს დაახლოებით 20 ბირთვული იარაღი, მაგრამ პენტაგონისთვის სასტუმროების ქსელის დაშვება ამ გეგმის ნაწილია. მედკონტრაქტორს დასჭირდება კიდევ უფრო შორეულ ობიექტებზე ცდომა, რათა აშშ-ის სამხედროების გიგანტური ბაზებიდან გადასვლის სტრატეგია გრძელვადიანად იმუშაოს, რადგან ასეთი ობიექტები ყველგან ჩნდება. პელელიუ მხოლოდ ერთ-ერთი იყო. სატელიტურმა კადრებმა 2019 წელს ფილიპინებში ბალიბაგის კუნძულზე რაღაც უცნაური დააფიქსირა. 2024 წლისთვის ის გადაიქცა სრულიად ახალ სადგურად, 2 მილიონი ასაფრენი ბილიკით. ტექნიკურად ის ჰუმანიტარული და კატასტროფების შემსუბუქების მიზნით უნდა იყოს გამოყენებული, მაგრამ უბრალოდ შეხედეთ გეოგრაფიას და მიხვდებით, რას ფიქრობდნენ რეალურად მშენებლები. ბალიბაგი ფილიპინების ყველაზე დასავლეთ კუნძულია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს იდეალური ადგილია აშშ-ს სამხედროებისთვის, რომ დააკვირდნენ და საჭიროების შემთხვევაში ჩინეთის გამაგრებული კუნძულების წინააღმდეგ ჩაერიონ სპრატლის არქიპელაგში. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ეს ლილის ფოთლის ბაზები თავდაცვითი თვალსაზრისით მუშაობს. უბრალოდ შეხედეთ ბალიბაგის მდებარეობას. ის უფრო შორსაა ჩინეთის მატერიკიდან, რაც ნიშნავს, რომ ბევრად უფრო ადვილია მისი დაცვა რაკეტებისა და დრონებისგან, ვიდრე ისეთი ბაზების, როგორიცაა კადენას საჰაერო ძალების ბაზა ოკინავაში, სადაც 20,000 სამხედრო მსახურობს. ასევე ბევრად ნაკლები დანახარჯია თუ რაკეტები და დრონები მოხდება. ეს ძირითადად არის ასაფრენი ბილიკი, რამდენიმე საწყობი და მცირე რაოდენობის ჯარისკაცები, რომლებიც პერიოდულად იცვლებიან. თუ კადენა დაზიანდება, ეს კატასტროფაა. თუ ამ მიკრობაზებიდან ერთი დაინგრევა, სხვები შეძლებენ მის ჩანაცვლებას. ბალიბაგი ამ მიკრობაზებიდან უბრალოდ ერთ-ერთია. აშშ-ის სამხედრო ძალებმა 2014 წელს ფილიპინებთან გააფორმეს გაძლიერებული თავდაცვის თანამშრომლობის შეთანხმება, ეგრეთ წოდებული EDCA. ეხლა ფილიპინებში 9 ლოკაციაა, რომლებიც მთელ ქვეყანაშია განაწილებული. წარსულში ჩინეთს შეეძლო დაემიზნებინა სუბიკის ყურე და მწყობრიდან გამოეყვანა აშშ-ის სამხედრო ოპერაციები სამხრეთ ჩინეთის ზღვაში. ეხლა ამერიკამ გაამრავალფეროვა თავისი პორტფელი. სინამდვილეში EDCA იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ ვაშინგტონმა ეს იდეა უკაცრიელ ადგილებშიც კი გადაიტანა. აი, რატომ აღადგინეს პელელიუ? ალბათ ის აშშ-სა და ჩინეთის საზღვაო ძალებს შორის ისეთი ბრძოლის ადგილი არ იქნება, როგორც მეორე მსოფლიო ომის დროს. ის ჩინეთიდან ძალიან შორსაა, რომ ბრძოლის ველად გამოდგეს. მაგრამ აეროდრომის არსებობა აშშ-ის სამხედროებს საშუალებას აძლევს სწრაფად მიიტანონ მარაგი და უსაფრთხო მანძილზე სწრაფად დატოვონ ტერიტორია. ლილის ფოთლის სტრატეგიას კიდევ ერთი დიდი დადებითი მხარე აქვს. პოლიტიკაც ბევრად უკეთესად მუშაობს. ცივი ომის დროინდელი ბაზები, როგორიცაა კადენა ან რამშტაინი, წლების განმავლობაში სადავო იყო. ისინი ადგილობრივი სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მექაა. ყოველ წელს ოკინავაზე ადგილობრივები აშშ-ის ბაზებს აპროტესტებენ. 2018 წელს 70,000 ადამიანი გამოვიდა ქუჩაში. მაშინაც კი როცა იაპონიის დაძაბულობა ჩინეთთან სწრაფად იზრდებოდა. მაგრამ ვინ გააპროტესტებს ასაფრენ ბილიკს და სათხოვებს უკაცრიელ ადგილას? ბუნებრივია, ვაშინგტონს ძალიან მოსწონს ეს ახალი ლილიბადები. ასე რომ, პელელიუ ერთადერთი ყოფილი მეორე მსოფლიო ომის ბრძოლის ველი არ არის, რომელსაც აცოცხლებენ. აშშ-ის სამხედროები ასევე აცოცხლებენ ნორთფილდ სტინიანზე, ჩრდილოეთ მარიანებზე. ამ ლილიბადის სტრატეგიას მხოლოდ ერთი რამ აკლია. ერთი შეხედვით, ეს შეიძლება გლობალური სამხედრო განლაგებისადმი ფრაგმენტულ, თითქმის იმპროვიზებულ მიდგომას გავდეს. მაგრამ სწორედ ეს არის მთავარი აზრი, რადგან პენტაგონი ცდილობს აღარ გააკეთოს ყველაფერი თავად. ეს არის იაპის კუნძული მიკრონეზიის ფედერაციულ შტატებში. ის მდებარეობს ამერიკის ბაზებს შორის გუამსა და პალაუზე და აშშ-ის საჰაერო ძალები იმდენად დაინტერესდა ამ კუნძულით, რომ სთხოვა $400 მილიონი ამ პატარა კუნძულზე დასახარჯად. გეგმა გაახანგცლივონ ასაფრენი ბილიკი კუნძულის საერთაშორისო აეროპორტში, რათა შეძლოს აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავების მიღება. თავად სტრატეგია არ იცვლება. ეს ისევ ეხება მოქმედების არეალის გაფართოებას უფრო ღრმად, წყნარ ოკეანეში, ჩინეთიდან უფრო შორს და განძლეობის შექმნას იმ შემთხვევაში, თუ ისეთი მნიშვნელოვანი ცენტრები, როგორიცაა გუამი, საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება. რაც იცვლება, ეს არის მეთოდი. ტრადიციულ სამხედრო ბაზებზე მხოლოდ დაკორდნობის ნაცვლად, სისტემა სულ უფრო მეტად აერთიანებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, განსაკუთრებით კომერციულ აეროპორტებსა და ლოგისტიკურ ჰაბებს შორეულ რეგიონებში. ჩვენ ვიცით, როგორ გადაადგილდებიან ჯარები და მარაგები, ვინ გადაადგილებს მათ და რა იურიდიულ სტრატეგიებს იყენებენ გვერდის ასავლელად. ახლა უკვე ვიცით, სად მიდიან ისინი, სულ უფრო ხშირად. ყველას ერთად თუ შევკრებთ, პენტაგონის საიდუმლო ქსელის უკამდგომი სტრატეგია იშიფრება. აშშ-ის სამხედრო ძალებს შეუძლიათ ომი აწარმოონ მსოფლიოს სხვადასხვა მხარეს, თუ საჭირო გახდება.
არა იმიტომ, რომ ყველაზე მეტი თვითმფრინავი გემი ან შეიარაღებული ციხესიმაგრე აქვს, არამედ იმიტომ, რომ შეუძლია გამოიყენოს გლობალური ეკონომიკა საკუთარი მიზნებისთვის. თუ კრიზისის დროს ეს სისტემა შეჩერდება, ამერიკულ ძალებს წყნარ ოკეანეში იარაღი არ გამოელებათ. მათ საწვავი, სათადარიგო ნაწილები და საწოლები რამდენიმე დღეში გაუთავდებათ. ეს ქსელი რეალურია, ცუდომაც რეალურია, რია და მოწყვლადობაც რეალურია. ამიტომაა, რომ აშშ-ს სამხედრო ძალების მთავარი იარაღი კონტრაქტია და არა ავიამზიდი. აშშ-მ გლობალური ტერიტორიული იმპერია არაუშენებია. მან გლობალური იმპერია ცდომაზე ააგო. ცდომაზე, რომელიც სხვას არ აქვს. და თქვენ ამაზე დაფრინავთ. მადლობა, რომ დღეს შემომიერთდით. იმედია ვიდეო მოგეწონათ. თუ გსურთ მეტი მსგავსი ვიდეოს ნახვა, გთხოვთ გამოიწეროთ არხი და ჩართოთ შეტყობინებები. ეს ნამდვილად მნიშვნელოვანია. კიდევ ერთხელ მადლობა და მომავალ შეხვედრამდე Map Pack-ზე.